პროფესიონალები კომერსანტზე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. მოგესალმებით, კომერსანტის პირდაპირ ეთერშია გადაცემა პროფესიონალები, მე ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ტარიელ ზივზივაძე, კონსულტანტი, ტრენერი და სპიკერი. ბატონო ტარიელ, დიდი მადლობა რომ მოგზანდით გადაცემაში სტუმრად. საკმაოდ საინტერესო თემაზე სასაუბროთ. მე მსმენელს შევახსენებ, ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა არის როგორ ვაკეთოთ კარგი ქართული საქმე. ძალიან ბევრი კითხვა შეიძლება დაიბადოს ამ ასე ვთქვათ ფრაზის ირგვლივ. ბატონო ტარიელ, მივესალმები მსმენელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ბევრნაირად შეიძლება რა თქმა უნდა ქართული საქმის კეთება, მაგრამ ჩვენ ერთი კონკრეტული მიმართულება. კი ბატონო, ერთი კონკრეტული მიმართულება ავიღოთ, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ კარგი ქართული საქმის კეთების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ეკონომიკა, ეკონომიკური განვითარება. მე მინდა გკითხოთ ზოგადად ეკონომიკური ვითარების შეფასება დღესდღეობით, როგორ შეაფასებდით მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, მივდივართ თუ არა სწორად და რა ძირითად პრიორიტეტებს გამოყოფდით ამ ეტაპზე, რაზეც მაქსიმალური აქცენტი უნდა გააკეთოს დღევანდელმა მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა. თქვენი აზრით. საერთოდ ეს ისეთი შეკითხვა არის, ახსენე კიდეც ლეგენდარული შეკითხვა, უსაქმო ადამიანი რო დაჭდება და ძალიან ბევრს ილაპარაკებს, თან ძალიან ბევრს ისეც, რომ საერთოდ აზრს რო ვერ გამოიტან ადამიანი რა. ხა საერთოდ მთავრობის თვის გრიჯაში ჩადგომა და კრიტიკა ერთ-ერთი ყველაზე ადვილი საქმე არის. უბრალოდ მე მინდა რომ უფრო რაღაცნაირად დავაკონკრეტო ეს შეკითხვა. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე რას ვხედავ. ცხადია, მდგომარეობა, ასე ვთქვათ, ზოგადად არ არის გადასარევი, მაგრამ მთავარი პრობლემაა იმაშია, როგორც ერთ-ერთ ანეკდოტში არის. აი, გურულმა თქვა, ქორწილში სუფრაზე ისეთი სისწრაფით ცვლიდნენ თებშებს, რომ გოჭი და ტყემალი ვერ დავამთხვი ერთმანეთს, ზუსტად იგივენაირად ვერ ემთხვევა სიტყვა და საქმე. ოღონდ მარტო მთავრობის შემთხვევაში არა, ზოგადად რა საერთო სცენია. და სიტყვის და საქმის არ დამთხვევა უკვე ეკონომიკაში უკვე არათანმიმდევრულობაა, რაც ადრე თუ გვიან აიწევს ცუდ შედეგს. და ცუდი შედეგი არის ის, რასაც ქვია მიზერული ეკონომიკური ზრდა. მიზერული ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ ფაქტიურად არ იზრდები, არ ვითარდები და წლების შემდეგ რა მაჩანჩალა ქვეყანაც იყო, იგივე მაჩანჩალა ქვეყანა თუ დარჩა, მაშინ გამართლდება ქართველის ოცნება, რომ ლიჟბი წავიდეს ამ ქვეყნიდან და იმოძრავებს ამ მიმართულებით რა. ანუ მთავარი პრობლემა დღეს არის დაბალი ეკონომიკური ზრდა, რომლისთვისაც ყველა ეძებს წამალს. ამ წამალს ეძებენ საზღვარგარეთიდან გადმორიცხვებში, ინვესტიციების ზრდაში, ქამრების შემოჭერაში, ეს ტრადიციული თემებია, წარმოების ზრდაში. მაგრამ აბსოლუტურად არც ერთს ყოველ შემთხვევაში მე არ მსმენია, რომ ვინმეს რამე სერიოზული განცხადება გაეკეთებინოს ქართული წარმოების პროდუქციის ყიდვასთან დაკავშირებით. აი, არის ის ერთი კარგი ქართული საქმე, რასაც მე გუნდთან ერთად, ასე ვთქვათ, ვქოქავ ამ ეტაპზე და რაზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებ. ცოტა მოგვიანებით უფრო დეტალურად. ანუ აი მთავარი პრობლემა არის ეკონომიკური ზრდა რეალურად, ანუ დაბალი ეკონომიკური ზრდა და მთავარი გამოწვევაც ეგ არის რა, რომ რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ზრდა ცოტა ისეთი იყოს, რომ ჯიბეს რო დაეტყოს რა. გასაგებია. გეთანხმებით, წყიდულობით უნარიანობა უნდა გაიზარდოს მოსახლეობაში, ხომ? მაგრამ სანამ აი იმ კარგ ქართულ საქმეზე გადავიდოდით, მაინც მინდა შეგეკითხოთ ესეთი საინტერესო რაღაც ის, რომ საქართველოს დღევანდელ თითქმის ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანასთან აქვს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ძალიან დიდი სხვაობა არის. რა არის ამის მიზეზი, შეგიძლიათ გითხრათ? აი მოსახლეობას რომ გავაგებინოთ, რატომ ხდება მუდმივად ის, რომ ჩვენ ყოველთვის გაგვაჩნია უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნებისმიერ ქვეყანასთან და სხვაობა არის კატასტროფულად მაღალი. ახლა მოდი ესე ვიტყვი რა. ჩვენ ძალიან გვყვარს кейფი რა. სუფრაზე სადღეგრძელოებს, აი ყანწები და არა მხოლოდ განსხვავებულები მე კიდე იქ მოყვება ხოლმე და ამ სადღეგრძელოებს ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე გაუმარჯოს ჩვენს ქვეყანას. და საქმეზე რომ იდგება, ამ დროს სუფრას გადახედო და გაწყობილი არის აბსოლუტურად უმრავლესობა იქ რაც სუფრაზე დებს არის იმპორტული პროდუქტი რა. ანუ რეალურად
ჩვენ გვაქვს ძალიან რთული მდგომარეობა ექსპორტ-იმპორტის ბალანსის მხრივ. ანუ ეს რას ნიშნავს, ვიცი? უბრალოდ მარტივი ენით რო ვთქვა, აი ნებისმიერი ოჯახის დონეზე რო დავიყვანოთ. აი ან თქვენი ოჯახი, ან ჩემი ოჯახი. ჩვენ ხო პლუსში უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა იმაზე მეტი მივიღოთ შემოსავალი, ვიდრე დავხარჯოთ, ხო? სხვანაირად გადავარდებით ვალებში. ანუ თუ წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს არის ერთი დიდი ოჯახი ქვეყანა, ჩვენ ესე ვთქვათ, მარტო 2014 წელს 5 მილიარდ 735 მილიონ დოლარზე მეტი ვალი დაგვიგროვდა. ანუ ეს რას ნიშნავს? ექსპორტს იმპორტის გაიზარდა, მაგრამ იმპორტი იმოდენაა, რომ მინუსში ვართ. ეს მინუსი რას ნიშნავს? იცით, აი, ეს არის თან რეკორდული სხვათა შორის, ამდენი მინუსი არც ერთ წელს არ ყოფილა. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ქვეყნიდან 2014-ში, აი უხეშად ვიტყვი, სუფთად გაიწრიტა 5 მილიარდ და ასე შემდეგ დოლარზე მეტი. ეს არის კატასტროფა, რბილად რო ვთქვათ. თუმცა ეხლა უფრო მოდური არის რაღაც ესე ვთქვათ ზღაპრებზე ლაპარაკი და ესეთ მაღალ ფარდოვან ზღაპრებზე თან, ვიდრე ესეთ მნიშვნელოვან თემებზე. არავის არ აინტერესებს. რეალურად ჩვენ აი ყველაზე ახლა მე ჩემს წინაშე მაქვს ეს სია სხვათა შორის გეოსტატ G-ზე არის სტატისტიკის სამსახურის შეკრებილი დალაგებული ინფორმაცია, სადაც ყველაფერი არის ღია რა, უბრალოდ უნდა ჩახედო, წაიკითხო და ცოტა გაიაზრო და მაღაზია ავაგეთ სხვათა შორის ერთი კამპანია და ვცდილობ რომ ეს ინფორმაციაც მივაწოდოთ ადამიანს. აი მაგალითად რო ვთქვათ, ყველაზე დიდი მინუსი რომელ ქვეყანასთან აქვს აბა თუ მე მგონი თურქეთთან. თურქეთი. აი წარმოიდგინეთ თურქეთიდან იმპორტი იყო 1.727 მილიონ დოლარზე მეტი, ექსპორტი იყო 239 მილიონზე ცოტა მეტი, მინუსი გვაქვს 1.488 მილიონი დოლარი. 1.488 მილიონი დოლარი. ნუ აი ეს ხა მე ხიმილი კი მომემგვარა სახეზე, მაგრამ სავალალო რიცხვია რა. თუმცა ეხლა თლათ ისე ყველა ქვეყანასთან მინუსში არა ვართ, აი მაგალითად გეტყვით, აი მაგალითად აი მაშინ ის ქვეყნები გითხარით პლუსიანი ხარ. გაგაცინოთ მინდა, ჯერ აი ნეპალთან ვართ მთელი 6,000 დოლარით პლუსში. მთელი 6,000 დოლარით. ბენინთან ვართ 23,000 დოლარით. ტრინიდად და ტობაგოსთან ვართ 25,000 დოლარით პლუსში. 2014 წლის მანძილზე. ასე შემიძლიათ ბევრი გაცინოთ, მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ყველაზე მეტი პლუსი გვაქვს სომხეთთან, სადღაც 78 მილიონი დოლარი, ყაზახეთთან 53 მილიონ დოლარზე ოდნავ მეტი, უზბეკეთთან 41 მილიონი დოლარი, პლუსებზე ვლაპარაკობ რა. კანადასთან 35, ბელარუსთან 13, ტაჯიკეთთან 10 და ასე შემდეგ რა არის დაახლოებით ასეთი ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვართ პლუსში 41. მაგრად გაოცებული დავრჩი, როცა ეს გავაანალიზე მე თვითონ თავის დროზე. ნუ ეტაპობრივად ამას ჩვენს აუდიტორიასაც მივაწვით საიტის მეშვეობით, მაგრამ 2014 წლის მონაცემები. კი, ეს არის მარტო 2014. მარტო 2014 თორე წლებს რო გადააყვეხა ცხადია ეს მონაცემები ყველაფერი. უბრალოდ აი 2014 განვლილი წელია, ანალიზი შეიძლება სულფასო უნდათ, თან მაინც ხვანაერი წელი იყო და სავალალო ციფრები გვაქვს რა. კი ბატონო. რეკლამაზე გავიდეთ ბატონო დარიელ და დავბრუნდეთ რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები კომერსანტზე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. გრძელდება რადიო კომერსანტზე გადაცემა პროფესიონალები, მე ამ გადაცემის წამყვანი გახლავართ ჩოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი ტარიელ ზივზივაძე, კონსულტანტი, ტრენერი და სპიკერი. მე და ბატონი ტარიელი გადაცემის წინა ბლოკში ვსაუბრობდით იმ საქართველოს იმ უარყოფით სავაჭრო ბალანსზე, რომელიც დღესდღეობით არსებობს, ხო ბატონო ტარიელ და საინტერესო არის რა უნდა გააკეთოს მთავრობამ და მეორეს მხრივ ხალხმა, რომ აი ეს ასე ვთქვათ კატასტროფულად დიდი ბალანსი, უარყოფით სავაჭრო ბალანსი, რომელიც დღესდღეობით აფერხებს ჩვენს განვითარებას, ნელ-ნელა მაინც შემცირდეს. ამისთვის თქვენ წარმოიდგინეთ და არსებობს ერთ-ერთი ძალიან იმდენად მარტივი გზა, რომ უბრალოდ გაგიკვირდება ადამიანს, რომ ნუ თუ მეტი არაფერი. ეს გზა არის ძალიან მარტივი. ყოველ ჯერზე, როცა რაღაცას ყიდულობ, ჯერ დაფიქრდი, რას ყიდულობ. ანუ იყიდე ქართული რა. იმიტომ რომ როცა ყიდულობ ქართული წარმოების პროდუქციას, ოღონდ ისე არ გამიგოთ რომ ეხლა დავუშვათ უხარისხო და ნაგავი ვიყიდოთო და რაღაც. არა. თუ ვარგა,
და თუ არის ქართული, რა თქმა უნდა იყიდო ქართული. ან უნდა გადაიხარო ქართულისკენ. მეტი არაფერი არ ჭირდება ამას. იმიტომ რომ თუ მაგალითად თქვენ აწარმოებთ დაუშვათ რას აი სიტყვაზე ფერმა გაქვთ და აწარმოებთ ხორცს, ხო? აი ვიყიდე დაუშვათ თქვენი წარმოების ხორცი. მე ხო თქვენ გადაგიხადეთ ფული, თქვენს ბიზნესს გადაუხადეთ ფული, ესე იგი ბიზნესი ვითარდება, ესე იგი თქვენ საქმეს ავითარებთ, ესე იგი ხალხს ფულს უხდით, ბიუჯეტში გაასახადეთ. ის ხალხი ამ შემოსავალს იღებს პლუს ხარჯავს. სახელმწიფო ამ თანხას იღებს, იქინძება სქემა, რომლის მიხედვითაც თქვენც ვითარდებით როგორც ბიზნესი, ადამიანიც საქმდება ამ ქვეყნის მოქალაქე და პლუს ქვეყანაც ვითარდება. მაგრამ როცა სავაჭრო პარტნიორთან გაქვს მილიარდნახევრიანი მინუსი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ როცა ყიდულობ იმპორტულ პროდუქტს, შენ ავითარებ იმ ქვეყანას, ავითარებ იმ ქვეყნის ბიზნესს და ასაქმებ იმ ქვეყნის მოქალაქეს. მე მახსოვს ერთ პერიოდი, მაშინ ბატონი ლადო გურგენიძე იყო პრემიერ-მინისტრი, აქტიურად ვსჯელობდნენ ინვესტიცია როგორ ქმნის სამუშაო ადგილებს და მაშინ იყო ციფრი იყო ესეთი რიცხვი $25,000 ინვესტიციაო ქმნისო ერთ სამუშაო ადგილსო. მე არ ვიცი რომ ორი ანგარიშის, მაგრამ ფაქტი ერთია. თითოეული მყიდველი, ვინც არის საქართველოში, თუ ის იყიდის პირველ რიგში მიაქცევს ყურადღებას, ახლა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარისხი იყიდო, მაგრამ არის ძალიან ბევრი ხარისხიანი ქართული პროდუქტი. თუ მას იყიდის, ეს არის ყველაზე ნაღდი, ყველაზე რეალური გზა იმისა, რომ მაჩანჩალა ქვეყნიდან რეალურად, მოდი ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში, გადავიქცეთ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად. მეტი ამას არაფერი მაგია და რამე ჯადო და სასწაული არ ჭირდება. უბრალოდ იყიდე ქართული პროდუქტი. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მიიღებთ დღეში რამოდენიმეჯერ. სამაგიეროდ 4 წელიწადში ერთხელ ვიღებთ თავრობის არჩევის გადაწყვეტილებას, რომელსაც არჩევის შემდეგ 4 წელი გადაგდებული ვყავართ როგორც მოსახლეობა. რომ მეწილად განვითარება ჩვენზეც არის, ან თვითონ ჩვენთან განზეც არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა. თქვენს გამოსვლებში ხშირად მოუწოდებთ ქართველებს, რომ შეიძინონ ეროვნული წარმოების პროდუქცია და მე აბსოლუტურად ვიზიარებ ამ ასე ვთქვათ მოწოდებას და მეც ვცდილობ მსგავს ასე ვთქვათ ქმედებას მიმართო, მაგრამ აი თვითონ თქვენს გამოსვლებში ძალიან ბევრი სკეპტიკოსი ადამიანი ჩდება ხოლმე და ისინი ამტკიცებენ, რომ კი ბატონო შევიძენდი ამ ქართული ეროვნული წარმოების პროდუქციას, მაგრამ ხარისხი არ მოკმოყოფილებს. აი იმპორტირებული იმდენი არის და იმდენად ფართოარჩევანი არის და იმდენად გემრიელი ასორტიმენტებია, იმდენად ხარისხით ამაკმაყოფილებელი არის, რომ უჭირს ეროვნულობამ გადაწონოს ის, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში არჩევანი გააკეთოს იმპორტირებულ პროდუქციაზე. ამ შემთხვევაში რას უპასუხებთ ამ სკეპტიკოს ადამიანებს, რომ არ შეიძინონ ის კარგი, სწრაფად წარმოებული, ასე ვთქვათ, შესაბამის ფასად შემოტანილი პროდუქცია და შეიძინონ ჩვენი ცოტათი ძვირი, მაგრამ ეროვნული პროდუქცია? ისიც რა მომენტია, ადამიანს თავი იმისთვის აბია, რომ ცოტა გაანძრიოს ხოლმე ხანდახან და გადაწყვიტოს. ეს ხანდახან გონებას გამოყენება. ხანდახან, იმიტომ რომ 90% შემთხვევებში ადამიანი უბრალოდ დინებას მიყვება. რატვინის განძრევა რას ნიშნავს ამ დროს? ეს ნიშნავს იმას, რომ ნაგავი არ უნდა იყიდო, ის უნდა დამარხო. იმიტომ რომ იმან უნდა ისწავლოს იმ ცუდის წარმოებელმა, რომ ნაგავი არ გამოუშვას ბაზარზე. მაგრამ როცა ხედა და გარწმუნებთ არის მე სხვათაშორის ყველაზე მეტად მიჭირდა მოძებნა პროდუქტების ეს თემა რო წამოვიწყე რა. მაგრამ როცა არის ქართული და როცა მართლა არის ხარისხიანი, ის უნდა იყიდო. ბაზარი თვითონ გადაარჩევს მე და თქვენ გვაქვს ძალაუფლება, რასაც ქვია ჩვენი ფული. რაში დავხარჯავთ ამ ფულს? ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მე თუ ცუდში დავხარჯებ ფული, მე მის ცუდის მაიმუნობას უჭერ მხარს. და მე თუ ხარისხიანში დავხარჯავ ფულს, ესე იგი მას უჭერ მხარს. ანუ მე ესე ვუდგები, რომ თუ მე დავხარჯავ ხარისხიან ქართულ პროდუქტში ფულს, ეს ნიშნავს, რომ მე გავავითარებ ხარისხიანს როგორც ბიზნეს, ასევე ისი თანამშრომელი შემოსავალს მიიღებს. ზოგადად ქვეყანას განვითარება, მაგრამ თავარი ის არის, რომ ის მე ადრე თუ გვიან მომიბრუნდება უკან, იმიტომ რომ ის ადამიანი ხო ისე ამ ქვეყანაში არის, ვინც ჩემგან შემოსავალი მიიღო. ის ასევე ხო დახარჯავს. ანუ მეც რომ რაღაცა ვიფიქრო იდეაში ბიზნესი გავაკეთო, ხო? მეც იმის იმედი მექნება, რომ სხვა თუ ჩემნაირად მოაზროვნე იქნება ბევრი, ესე იგი და მეც და ისინიც ქართულს ვანიჭებთ უპირატესობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ფული დარჩება ამ ქვეყანაში, ფული იმოძრავებს ამ ქვეყანაში. ამას წინათ ერთი სტატია დავდი, სხვათა შორის მე თვითონ გამიკვირდა იმდენმა ადამიანმა გააზიარა მე რომ რეალურად 1 ლარის ქართულ პროდუქტში ინვესტირებით მე შემიძლია
15-ჯერ უფრო მეტი დოლარი შევქმნა და დავტოვო ამ ქვეყანაში, ვიდრე 1 ლარის იმპორტული პროდუქტში ჩადებით. გავიცანი ამ სტატიას და საკმაოდ საინტერესო იყო, ძალიან მომეწონა. და სკეპტიკოსები ყოველთვის იყვენ არიან იქნებიან და მე სხვათა შორის ძალიან მომწონს, როცა ასეთ ადამიანებთან შევდივარ ხოლმე პოლემიკაში და რატო? იმიტომ რომ პირველ რიგში ეს არის ადამიანი, ვისაც თემა აინტერესებს. შესაბამისად, მისი აზრი არის ცალსახად დასაფასებელი და მეც ამ კომუნიკაციაში ძალიან ბევრ რაღაცას ვიგებ. და ესეთი კომუნიკაცია მაქვს ყოველ დღე, იმიტომ რომ ადამიანი მეკითხება ხა ეს არ ვარგა ეს პროდუქტი, ხო? რატო უნდა ვიყიდო? ნუ იყიდე. მაგრამ რამდენი იცით ეს არის ქართული პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია. გააჩერეთ ქუჩაში 10 ადამიანი და 10-ს ვერ ჩამოგიტვლის თვითონ. ნუ შეიძლება დაფიქრდეთ, კარგად, აი დაჭიმოს ტვინი და მერე ჩამოგიტოვოს. ქართველმა მომხმარებელმა უბრალოდ არ იცის ქართული წარმოების პროდუქტების შესახებ. ახლა ყველამ იცით ის ცნობილი ბრენდები, რომელიც არის. აბა გაიხედეთ იმის იქეთ. ჩემთან საიტზე, კარჯიზე 200 პროდუქტის სია გამოვყავი რა, რომელიც ასე ვთქვათ, რომელიცაც ჩვენ დავწერეთ და ეს რაოდენობა იზრდება. იმისი ნახევარიც არ ვიცოდი მე მაგალითად, სანამ ამ საქმეს მოვგიდებდი ხელს, რომ საერთოდ არსებობდა ეგეთი პროდუქტი. ძალიან ბევრი პრობლემა არის. იმდენად ბევრი პრობლემა არის, რომ უბრალოდ დავიწყოთ ამის ჩამოთვლას კი გადაგვღლის. მთავარი პრობლემა არის ის, რომ რეალურად ყიდველის განწყობა არ არის ქართულისკენ. ძალიან ბევრი ფეხსახლის წარმოებელი არის მაგალითად დასავლეთში ქუთაისში, ხო, ის შეგნებულად არ არტყამს თავის იარაღს. იმიტომ რომ თუ ყიდველი ხდება, რომ ეს ქართული რა იქნება. ქართული ეს კი არის ბანძი. ამ დროს სარკეს ჩაიხედე რა. ანუ რეალურად ბევრი ქართული კარგი ნაწარმი არის, უბრალოდ ყიდველმა ეს არ იცის. მე პირიქით მგონია რატომღაც არ ვიცი, აი გულწრფელად ვიძახი, მართლა პირიქით მგონია, როცა ვხედავ რაიმე არის ქართული, გონია რომ ეს უფრო კარგია ვიდრე ის რაც არის იმპორტირებული. ოღონდ მართლა რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება იქნებოდა იდეალური, მაგრამ მოდი რეალობაში ხედავთ. რეალობა და მოცემულობა ესეთი არის, რომ აი ამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ქართული ასოცირდება ცუდთან, ღიბიანთან, სადღეგრძელოების მოყვარულთან, ანუ აი ქართული წარმოების პროდუქცია არ იწვევს დადებით ემოციას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია ცდილობს ხარისხთან არ ასოცირდება. ხარისხთან არ ასოცირდება ხშირ შემთხვევაში. მთლიანობაში რო ვთქვათ, რომ პრობლემა არა გვაქვს, რასისულელი არ ასამოთ, პრობლემის მეტი რა არის, მაგრამ აქ არის დამოკიდებულების ამბავი რა პირველ რიგში. ახლა სკეპტიკოსი რო არის ადამიანი, ხო პირველ რიგში ცოცხლეთ თქო მე ვარ ისეთ სკეპტიკოსი, აი ბოლომდე ბურღავს აქეთ სანამ რაღაც დავწუნდები რა რაღაცაში. ამიტომ სიამოვნებს ესეთ ხალხთან საუბარი, იმიტომ რომ ადრე თუ გვიანის ხალხი, რომელიც მოყვება საუბარში, ხო? ერთ მაგალითი მახსოვს დაახლოებით ერთთვის მქონდა ეგეთი შემთხვევა. სტატია გავუშვით რა ეს საიტზე და გავაზიარეთ მაქსიმალურად და ზუსტად ეგეთი ტიპის სკეპტიკოსი, რომელიც შეგხვა საუბარში, რაღაც ისეთი სასტიკი ფრაზებით თან და ერთი გავცვალეთ 10-15 მესიჯი ერთმანეთში პირდაპირ Facebook-ზე იქა და მე და ამომიგზავნე მეგობრობა და ნუ საკმაოდ ესეთ ხაზზე ვარ და მეც ეს ძალიან ბევრს მაძლევს ეს ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა. დროის ამბავია და ზუსტად ერთი რამე არის ნაღდი, რომ ძალიან სერიოზული სამუშაოა. სამუშაო იმ მხრივ, რომ ადამიანებმა თავისას მიაქციონ ყურადღება. ხვირწინ არის ამოდენა ბაზარი. აუთვისები. აი პრაქტიკულად დაკარგული რა. ახლა ჩვენთან ტოპ თემა არის ექსპორტი, მაგალითად რომ ვთქვა, ხო? აი ექსპორტი წმინდა საქმეა, რა თქმა უნდა, ხა რაზე ლაპარაკი. მაგრამ 2 მილიარდზე მეტი ექსპორტი იყო შარშან 2014-ში, ხო? ურთულესი თემა. უმარტივესი თემა არის აი შენი ქვეყნის შიგნით ბაზრის დაცვა. უმარტივესი წყალებში, რა თქმა უნდა. შედარებით მარტივი ექსპორტთან შედარებით. უბრალოდ აი ამ საქმისთვის სერიოზულად არავის მიუხედია. მე ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება არც ერთი სერიოზული კამპანია, რომელიც დაიწყო და არ დამთავრდა.
ან დაიწყო და იყო მოკლევადიანი დამთავრდა, ან უბრალოდ ჩანასახში შორის ხე ექსპორტის ხელშემწყობი სააგენტო გაიხსნა, ანუ სხვა მიმართულებით არის რაღაც აქტიურობები. თუმცა მე მინდა უფრო მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება, რომ თქვენ საიტზე ხდება ძალიან კარგი, ესე ვთქვათ, ინიციატივა არის, თქვენ მოუწოდებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს, რომ სადაც ნახავენ ქართულ დახლზე ქართულ პროდუქციას უცხოური სუპერმარკეტების დახლზე, გადაუღონ სურათები და გადმოგიგზავნონ. და საკმაოდ მრავლად არის თქვენ საიტზე ეს გავსი ტიპის სურათები, ანუ რას ნიშნავს ეს? რომ საქართველოში არსებობენ ხო ისეთი საწარმოები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ევროპულ სტანდარტებს, ანუ უცხოურ სტანდარტებს, ხო? თქვენი, რომ მოგვიყვეთ, რა ეტაპებს გადიან ეს ქართული მწარმოებლები, რა დაბრკოლებები ხდებათ სანამ, ასე ვთქვათ, ექსპორტს განახორციელებენ? მოდი მთავარი პრობლემა ვთქვათ, ეხა ბაზარზე ცხვირს არავის შეგაყოფინებს, იმიტომ რომ ის ბაზარი უკვე მისია. ჩვენ და მოდაში არის ევროკავშირმა გადაგიხსნა და ესე შემდეგ. მაგარი თემა რაზე ალაპარაკი, სუპერ თემაა, მაგრამ იქ რო ცხვირი შეყო, იმ დაკავებულ და უმძაფრესი კონკურენციის ბაზარზე, ხარისთან აღავლაპარაკობ ხარისზე, იქ საერთოდ დახზე ვერ დადებ პროდუქტს. ანუ აქ არის როგორ თვითონაც ჭარბი პროდუქცია აქვს. კი ბატონო. კი. ხა შეესწები მესმის, შეშფოთებების მესმის, მაგრამ საქმეზე რომ იდგება ერთი-ორი დადებული ბორჯომი რომელიმე დახზე ეს ვერ გადაწონის სასურს, მაგრამ თავარი ხა მე რა მინდა და ჩვენ რა გვინდა. ჩვენ თვლით რომ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე ქალაქში, რომელიმე ობიექტის დახზე დადებული ქართული პროდუქტი ეს უკვე არის თავისთავად მიღწევა. რომ იქ მოხდა იმ პრობლემების ფონზე, რომელიც საერთოდ არის იქ მარკეტინგულიდან დაწყებული კანონმდებლობით დამთავრებული რა და ახლა ლაპარაკობ ფინანსურს. და ის პროდუქტი რო იქ დახზე მოხდა, ეს უკვე არის ძალიან მაგარი ამბავი. ხო და ეს სხვათა შორის ძალიან სპონტანურად გაგვიშთა ეს იდეა, ერთ-ერთ ჩვენს მეგობართან ამერიკაში არის, უბრალოდ რაღაცაზე ვსჯელობდით და ჩამოვარდა რა თემა და ბაც ვიფიქრე რატომაც არა. და ეხლაც ამასინად გავუშვი 1-2 სტატია, ეხლა დღეს ამას სხვათა შორის კიდევ და მომზადებული მაქვს რა ეს მასალები რო პერიოდულად აღმოვაჩინეთ დავუშვათ ნიუ-იორკში რომელიღაც კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ქართული პროდუქტი ხო გამოგზავნილი სურათები მაქვს იმაზე მინი სტატიას არ არის საჭირო რაღაც სტატია უნდა იკითხებოდეს 10 წამში მაქსიმუმ დავდებთ მაქსიმალურად გავაჟღერებთ რომ აი ქართული პროდუქტის იმიჯი ზოგადად ამაღლდეს იმ აუდიტორიის თვალში, ვისაც ეს არის მნიშვნელოვანი და მე გეტყვით პირდაპირ ეს აუდიტორია დაახლოებით 30% მოსახლეობისა, ვისთვისაც ეს თემა არის მნიშვნელოვანი. სწორედ იმ 30%-ისთვის ვქნით ჩვენ აი ამ შინაარს თუ შეიძლება ასე. კი ბატონო, გასაგები. აი ევროკავშირის ბაზარი ახსენეთ, ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამაზე, მეც რაღაცა კითხვები მაქვს, საიტკენად ჩვენ მივისწრაფით, თქვენ ახსენეთ შესაძლებლობები და ის ბარიერები, რაც თან ახლავს ჩვენი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრებას, ხო, მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, აი საქართველოს მანამდე სარგებლობდა ევროკავშირთან ვაჭრობისას პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით, ეგრეთ წოდებული GSP+ ტარიფით, ხო, რომელიც ტარიფები 75%-ით განულებას გულისხმობდა 60 სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, მაგრამ ეხლა, როცა 100%-ით ანულებთ DCFTA შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ტარიფებს, ეხლა რამდენად შესწევს ქართულ მეწარმეებს, რომ აი ეს შეღავათი რეალურად გამოიყენონ, ხო? თუ გახსოვს, შოთა რამდენ პროდუქტზე იყო ეს პროდუქტი და უბრალოდ ეს შეღავათი, ეს წლების ამბავია, მახსოვს, კარგი ხნის წინ იყო ეს GSP-ის თემები და თუ სწორად მახსოვს, მგონი 3500 თუ 4500 პროდუქტი. საკმაოდ ბევრი პროდუქცია იყო და ზუსტად მახსოვს, რომ ჩვენ აი ამ რესურსი დამჭყალებში ვიყენებდით და ძალიან ბევრი ადამიანს ეს რასადროდის შეკითხვის ვარიანტში დავუსვი, ვერავინ ვერ აქვს შანსი არ იყო. 6 პროდუქტი გაქონდა დასახელების პროდუქტი, ხო? თუ სწორად მახსოვს, თხილი იყო, ჭვილი იქნება და ზუსტად არ მახსოვს ახლა, მაგრამ წარმოგიდგენთ ახლა. ამოდენა 3500 კარი რო გაგიღო დაუშვათ და იქიდან მხოლოდ 6-ში ეტევი. სასაცილოა სატირალი რო არ იყოს. ეხლა დღევანდელი პრობლემა რა არის? ხა მე გითხრათ სიმართლე ძალიან მიხარია რომ ეს პროცესები დაძრულია, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი შრომა, ძალიან ბევრი ადამიანის შრომა, თან ისე რომ სხვა გზა არ აქვს. უნდა გააკეთო. თუ გინდა რაღაცაზე პრეტენზია გქონდეს, გინდა შიგნით, გინდა გარეთ, მაგრამ რთულია ყველაფერი. იმიტომ რომ ევროკავშირში აქ არის ხარისხი, აქ არის უსაფრთხოება.
იმას არ აინტერესებს საერთოდ შენს ორღობებში გაქვს მოყვანილი ის რაღაც თაფლი თუ სად იმას აქვს თავისი სტანდარტი, იმას უნდა თავისი სტანდარტი, იმას უნდა ელაპარაკო მიზენაზე. ჩადი ხარ იქ იქაური ქუდი უნდა დაუხურო. იმას შენი ქართული ისტორია საერთოდ არაფერი არ აინტერესებს. იმას თავისი პრობლემები ყოფნის ყელამდე. და ამ დროს მერწმუნეთ სკეპტიკოსი დადგება და ქართველი მეწარმეები არ მთავაზობენ ხარისხიან პროდუქტს. შენ რას აკეთებ ერთი ეს მითხარ. იქნებდა ჯერ შენი რაღაც შენი გასაკეთებელი მაინც გააკეთო და ისეთი პროდუქტი მაინც იყიდე, რომელიც იცი რომ მართლა ხარისხიანია რა. მაგრამ რო უნდა ამასაც ხა აი რუსეთის ბაზართან რა პარალელს გაავლებდით რო ვილაპარაკოთ ამაზე რეკლამის შემდეგ რეკლამა რადიო კომერსანტზე. პროფესიონალები კომერსანტზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. გიყვართ თქვენი Toyota? გვეწვიეთ და მიიღეთ 15%-იანი ფასდაკლება Toyota Smart-ის ავტომობილების სამუხრუჭე სისტემაზე. შეცვალეთ ძრავი ზეთი და 4 ლიტრის შეძენის შემთხვევაში მიიღეთ 1 ლიტრი საჩუქრად. შეამოწმეთ სავალი ნაწილი უფასოდ. თქვენს ავტომობილზე ზრუნავს Toyota ცენტრი თეგეტა, ახალი ოფიციალური დილერი. ბაკე, უნივერსიტეტის ქუჩა 6. უპრეცედენტო შეთავაზება Terra Development-ისგან. თავაზობთ ახალაშენებულ ბინას ძველის ფასად. დიდი ხომში Goodwill-ის წინ 2 ოთახიანი ბინები $27,000-დან, 3 ოთახიანი ბინები $95,000-დან. მშენებლობა დასვლეულია სადაზღვეო კომპანია Ardis მიერ. იჩქარეთ და გვიკავშირდით 592 22 88 88. Terra Development-ი. 18 და 19 აპრილს რობერტ ტურუა და რუსთაველის თეატრი დიდ სცენაზე წარმოგიდგენთ პრემიერას მარია კალასი. გაკვეთილი მთავარროლში ლელა ალიბეგაშვილი. დასაწყისი 19 საათზე. ბილეთები იყიდება რუსთაველის თეატრის სალაროში. იცით თუ არა რომ Gazette Financials საქართველოში ბიზნეს ლიდერების 80% კითხულობს. კითხველთა 60% ინგლისურს სრულყოფილად ფლობს. 80% დასაქმებულია. აქედან ნახევარზემეთს მენეჯერის პოზიცია უჭირავს და Gazette-ს ბიზნესისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად ეცნობა. დაუკავშირდით საქართველოს ყველაზე მდიდარ აუდიტორიას. რეკლამა Financial-ში 252 275. თქვენ აკეთეთ საქმე და თქვენი რეკლამა ანდეთ პროფესიონალებს. რეკლამა რადიო კომერსანტზე. რადიო კომერსანტის სარეკლამო სამსახური 2 505 95 და 5. პროფესიონალები კომერსანტზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. გრძელდება რადიო კომერსანტზე გადაცემა პროფესიონალები. მე ამ გადაცემის სამყარო გახლავართ ჩოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავართ ბატონი ტარიელ ზივზივაძე, კონსულტანტი, ტრენერი და სპიკერი. ისევ და ისევ მადლობა ბატონო ტარიელ გადაცემაში მოგზაურობისთვის. ძალიან ცოტა დრო გვშება და ძალიან ბევრი სალაპარაკო და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ გამოვიყენოთ. აი მე მაინტერესებს თქვენგან როგორ შეაფასებთ თავრობის მხრიდან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარებას, მაშინ როდესაც საუბრობთ ეროვნული პროდუქციის დაცვაზე და ქვეყნის შიგნით წარმოებაზე, როდესაც ამაზე საუბარი მიმდინარეობს, ყოველთვის უფრო მეტი სკეპტიკოსი ადამიანი ჩდება ხოლმე და ისინი ეწინააღმდეგებიან ამ იდეას და თქვენ როგორ ფიქრობთ? ზოგადად პროტექციონიზმი მოდესე თქვა, როცა მთავრობისგან მოდის, მაშინ ამას აქ ხოლმე თუდიალ ფერი თორე ინდივიდები თუ გადაწყვეტენ და თავისით რაღაცას მოიფიქრებენ, გააკვეთებენ, ხო, იმას ვერავინ ვერაფერზე ვერ შეედავება. ანუ დაუშვათ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა რაღაც პროტექციონისტული, ოღონდ ხა ეს პოლიტიკა იშიფრება და იქ ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას ამ კუთხით, მაგრამ მთავრობის მხრივ ამის გაკეთება ყოველთვის რისკებთან დაკავშირებული. დაწყებული იქიდან რომ ვიტეოშიც დაგიქნევენ, დამთავრებული იმით რომ ადგილზე ძალიან ბევრი ძლიერი იმპორტიორი ყავს, რომელიც თავისი ლობირების ძალის მეშვეობით ფეხს არ გადაგადგმევიებს სერიოზულად. მოკლედ რთული თემაა რა. თან მეორეს მხრივ ხა
რეალურად თუ იმსჯელებთ და რო არ გამოგვივიდეს თეორიული საუბარი, ეხლა 2016 არჩევნების წელი არის და რამე ისეთ მნიშვნელობას ისედაც არ უნდა ველოდო. თან პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება ისეთი მთავრობისთვის, რომელიც დღეს გვყავს საკმაოდ ჭრელი შემადგენლობით, რისკი არა, ყველა თავის ერთ ადგილს უფრთხილდება რეალურად. ასე რომ მთავრობა მაგას ვერ იზამს, ძალიანაც რომ უნდოდეს, მაინც ვერ იზამს. თუმცა ძალიან მაგარი იქნებოდა, იმიტომ რომ ამ ტიპის ქმედებების გადადგმით შედეგის დადება ალბათ უფრო ყველაზე დროში მოკლე პერიოდში შეიძლებოდა. მაგრამ აი ყველაზე რეალური შანსი არის, რომ თვითონ ესეთი ტიპის მოძრაობა და იდეები დაიქოქოს ქვემოდან. ანუ თვითონ იმ ადამიანებისგან აი ჩვენ რო აღზევართ მაგალითად რა, რომ აი ჩვენ გვაქვს ჩვენი აზრი, ჩვენ თვლით რომ ჩვენი აზრი არის სწორი აზრი, ჩვენ ამას ვაჟღერებთ ასე ვთქვათ, საჯაროდ, სადაც მიგვიწვდება ხელი Facebook-ი იქნება ეს თუ ჩვენი სამეგობრო და არ გვეშინია იმისი რომ ვიღაცამ გავკიცხოს მაგისთვის, ხო? ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი გზა, რომელიც პრინციპში მინიმუმ ჩვენ შეგვიძლია და პრინციპში მაგიტომ ვართ აქ და მაგიტომ ვსჯელობთ, იმიტომ რომ დავიწყეთ ეს პროცესი რა. თავარი არის ის, რომ თავრობისგან ეს ძალიან დიდი რისკია, მაგრამ მეორე მხრივ შეუძლიათ ეს რაღაც თვით მხარდაჭერა უხეშად რო ვთქვა, გააკეთონ ბიზნესმენებმა, ქართული პროდუქტის მწარმოებლებმა, ბიზნეს ასოციაციებმა თუნდაც. ეს შანსიც არის, უბრალოდ იმდენად რთულია თემა, რომ ყველა ბიზნესი ცდილობს, რომ აწარმოებს ქართულს, ხო, გაუკეთოს თავის რეკლამა, მაგრამ ის ვერაც დროს ვერ გაკაჭავს დიდ კამპანიას, მხოლოდ თავისი ძალებით, ამას უნდა ფული. ამას უნდა ჭკუა, ამას უნდა კეთება. ფული და ჭკუა არ მაგრამ დღეს იდეებზე იაფი არაფერია. და ამას არ უნდა მთავრობის ჩარევა? მოდი ესე ვთქვა, თავრობა თუ საერთოდ შორს დაიჭერს თავს, იქნება საუკეთესო ვარიანტი. არავის არ ჭირდება მთავრობისგან გადმოგდებული ფული, სამადლოდ გადმოგდებული ფული, რეალურად. მთავრობის ფულს აქვს სუდის სუნი, რა დროს მოგეკითხება, პასუხით საერთოდ რო წმინდა იყო. მაშინაც კი. ანუ ის რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ხო არის ესე ვთქვათ, ერთ-ერთი გზა ასევე, კონკრეტულმა ადამიანებმა გაიაზრონ რაღაცა რეალობა, გადაწყვიტონ, რომ ჩვენ გვაწყობს და გვინდა ასე, ანუ ჩვენ ვთქვათ, რომ ჩვენ ვყიდულობთ ქართულ პროდუქციას, მხარს უჭერთ ქართულ წარმოებლებს და ამ იდეას ვაჟღერებთ მაქსიმალურად სადამდე შეგვეძლება. ხო, ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი შეიძლება ხა არ გხვდეს, მაგრამ ნაბიჯ თუ ეს თემა კარგად დაიქოქება და ყველა წინაპირობა არის იმისაც, რომ თემა ყიდის თავის თავს უხეშად რო ვთქვათ. შედეგად მოვა ის, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი გადაიხრება ქართული პროდუქციისკენ. ეს არ არის მთელი მოსახლეობა რა თქმა უნდა, მაქსიმუმ შეიძლება გაფლა კონდეს მოსახლეობის 30%-ს, მაგრამ ესეც არ არის ცოტა. მე მარტივ ეს დასკვნა არის ერთ-ერთი, რომელიც ისე და ისე იმ სტატიაში ვქონდა, რომ თითოეულმა ამ ქვეყნის მოქალაქემ დღეში რომ 1 ლარი გადაამისამართოს. ეს რას ნიშნავს, რომ ყიდულობდი იმპორტულს და აღარ იყიდო და იმის მაგივრად იყიდო ქართული, ხო? დღეში 1 ლარის გადამისამართებით წელიწადში სადღაც მილიარდი დოლარის გადამისამართება ხდება და ესეც დათვლილი მას ქმნის დაახლოებით 4 მილიარდი ამერიკული დოლარის დოვლაც. ესეც რამოდენა. რა კატეგორიის ადამიანებმა უნდა გადამისამართონ 1 ლარი? ანუ ალბათ დასრული ადამიანები. ვინც ხარჯავთ? არ ვიყიდო სნიკერსი, ვიყიდო ბარამბო დავუშვათ. ბავშვებიც ხლებიან? ვისაც ფული აქვს. და ჭკუაყოფნის. რა. და ვისთვისაც ეს ფასეულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რეალურად ეს არის ის ხარჯი, რომელიც ადრე თუ გვიან თვითონ მოგიბრუნდება და ეს დათვლადია. ასე რომ მე მოური სიტყვით რო შევაჯამო. დავამთავროთ ბოლოს როგორ იცით, როგორ ვაკეთოთ კარგი ქართული საქმე თუ შეიძლება. მარტივად ვიყიდოთ ქართული წარმოების ხარისხიანი პროდუქცია. ძალიან კარგი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ტარიელ, რომ მობრძანდით ჩვენთან გადაცემაში ძალიან საინტერესო თემაზე სასაუბროთ. ჩვენს მსმენელს მომდევნო გადაცემამდე დავამშვიდობებით. თქვენთან ერთად ვიყავით მე შოთა გულბანი, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და ბატონი ტარიელ ზივზივაძე, კონსულტანტი, ტრენერი და სპიკერი. კარგად ზანდებოდეთ.